შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას საკრიტიკებს. ეს ის შვედეთია, რომლის საგარეო წარმომადგენელი 2022 წლის აქციებზე აქციის მონაწილეებს მოეწოდა მაიდანის სცენარის გამეორების კითხვისკენ და ამის შემდეგ ნახეთ მოვლენები. აი როგორ შეაფასებთ ამ მოწოდებას შემდეგ დუმის განვითარებულ მოვლენებს და ახლა საგარეოს კრიტიკას? დიახ, ჩვენ 2024 წლის ეს მართლაც სამარცხვინო განცხადება მთლიან საქართველოს ახსოვს, როდესაც შვედეთის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ რადიკალ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა მაიდნის მოწყობისკენ. და ეს არ არის უბრალოდ პარლამენტის წევრი და კომიტეტის თავმჯდომარე, ეს ადამიანი ერიკო ტოსონი, ეს არის იმ პარტიის წევრი, რომლის პარტიის ლიდერიც არის შვედეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს არის იმ პარტიის წევრი, რომელიც ახალგაზრდულმა ფრთამ სულ ახლახან მისი რაღაც ჯილდო მიანიჭა მოლოტოვის კოქტეილის მსროლელებს, მიანიჭა მოძალადეებს, მიანიჭა უჩა აბაშიძეს, რომელიც თავის ცოლის სექსუალური ექსპლუატაციას ახდენდა. აი ეს არის ის ცივილიზაციური და ღირებულებითი კრიზისი, რომელშიც დღეს ევროპა არის. და როდესაც ჩვენ გვესმის შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დეზინფორმაციული თავდასხმები საქართველოზე, მის ხელისუფლებაზე, თითქოს და საქართველოს ხელისუფლება მისი განცხადებებით რაღაც თანამშრომლობას აზიანებს, რაზე არის საუბარი? საგარეო საქმეთა მინისტრის პარტიის წევრი 2024 წელს იყო თბილისში და მოუწოდებდა მაიდნისკენ. და მაიდანის შევახსენებ კიდევ ერთხელ რას ნიშნავს? ეს ნიშნავს 100 დაღუპულ ადამიანს და სისხლიან გადატრიალებას. ამას ნიშნავს მაიდანი. ასე რომ კიდევ ერთხელ ის რასაც ჩვენ როდესაც გვესმის ჩვენ ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, პირველი რაც უნდა გააკეთო, განმარტო მანამდე მათი საქციელი და უპრიანი იქნებოდა ამასთან დაკავშირებით მინიმუმ წუხილი მაინც გამოთქვა. სწორედ ეს არის, ამის შედეგი იყო, ასეთი დამოკიდებულების შედეგი არის, რომ დღეს ძალადობა ევროპის სახელით ხორციელდება საქართველოში. სადაც მოდის ევროკავშირის დროშა ამ ოპოზიციონერების ხელში, იქ მოდის ძალადობა. ასე გააიგივა სამწუხაროდ ბრიუსელმა დღეს ევროკავშირის დროშა ძალადობასთან. ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებით მინდა ვკითხოთ, საქართველოს ჩანიშნულ განხილვამდე რამდენიმე საათი ადრე ვიგებთ, რომ კომისიაში ეს სკანდალი კერძოდ ჰელსინკის კომისიის ყოფილი მაღალჩინოსანი ადანაშაულებს მოქმედ წევრებს კორუფციულ გარიგებებში, ასევე ფარასგვერდის აბერთა ფინანსურ დარღვევებში, მათ შორის კონკრეტულ პირებს საუბრობს, რომლებიც დაკავშირებული არიან ჩვენი სკანდალთან დაკავშირებით. რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი? თქვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე კითხვას, ვინ გვაკრიტიკებს და რა უფლება კონკრეტულ წევრებს საფუძვლებს გვაკრიტიკონ. აი ამ შემთხვევაშიც რამდენად ხო, იმ სკანდალის ფონზე, რომელიც ეპშტაინის და მის კუნძულთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მჟღავნდება, ხედავთ ჩვენ ერთიმეროზე მიყოლებით გადადგომებს სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების, დიპლომატების, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპის ქვეყნებში. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, როდესაც გვესმის კრიტიკა ადამიანებისგან, რომლებიც ამ პოლიტიკურ ლანდშაფტის ნაწილი არიან, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პასუხი რაც ხვდება არის ის, რომ ყველამ თავის ეპშტაინის კუნძულს მიხედოს. და ეს რა თქმა უნდა არის ძალიან მძიმე ჩვენ რასაც უყურებთ, ის რაც ცხადდება ახლა, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა ჩართული იყო აბსოლუტურად, ეს უკვე აღარ არის ცივილიზაციური უბსკურული, ეს არის ადამიანური უბსკურული, სადაც თურმე მთელი პოლიტიკური ელიტა, თუ ელიტის დიდი ნაწილი, თუ მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ მნიშვნელოვანი პირები ამ ელიტიდან ჩართული იყვნენ. ჩვენ ნახეთ სულ ახლახან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი გადადგა თუ გადააყენეს სწორედ იმის გამო, რომ მასაც რაღაც კონტაქტები ჰქონდა, თუ ყოველ შემთხვევაში მისი რეკომენდაციით იყო დანიშნული ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც აი ეპშტაინის ფაილებში იძებნება. ასე რომ ეს არის არამხოლოდ ცივილიზაციური უბსკურული, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ევროპაში განსაკუთრებით, არამედ ეს არის უკვე ადამიანური უბსკურული, სადაც საიდანაც შემდეგ გვესმის კრიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, ასე რომ ყველამ თავის ეპშტაინის კუნძულს მიხედავს. ჰელსინკთან დაკავშირების ხო, რაც კრიტიკულ პოზიციებს ელოდებთ და ზოგადად ჰელსინკის კომისიის ამ კრიტიკას და პოზიციებს რა გავლენა და ძალა აქვს ქართულ რეალობაში?
მე მოლოდინი მაქვს რომ გამოცხადება იქ ალბათონი ლორა თორნტონი და მაინტერესებს ის კვლავ იზიარებს თუ კვლავ გაიმეორებს თუ არა თავის მოსაზრებას რომ დონალდ ტრამპი არის სექსუალური მოძალადე. ასეთი ადამიანის ჩვენებებს ეყრდნობა როგორც ჩანს ჰელსინკის კომისია საქართველოს მიმართებით, ასე რომ კარგ კამპანიაში ვართ. ადამიანი, რომელიც სექსუალურ მოძალადეს უწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თურმე მისი ჩვენებები საქართველოს წინააღმდეგ არის ვინმესთვის საინტერესო. რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი რაიმე მოლოდინი არ გვაქვს ჰელსინკის კომისიის მუშაობის სტილს ხედავთ ჩვენ რომ აქვთ აბსოლუტურად ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი ქართული ხალხის წინააღმდეგ და ამ დღის წესრიგს მიყვება რამდენიმე ლიდერი ამ კომისიის. კონგრესმენის ანა პაულინა უსმენს აკითხოს იგივეს მისი კონგრესმენი ანა პაულინა უსმენა წერს რომ ევროკავშირი ხშირად რჩის ქვეყნებს რომლებიც მათ პოლიტიკას არღვევენ, ამიტომ აუცილებელია რომ ამ ბლოკიდან კავშირი შეწყვიტონ და ქვეყნის და ერების სუვერენიტეტის აღვადგინოთ. აი როგორ შეუდგენიათ მის ამ განცხადებას რა არის საფუძველი და რატომ საუბრობენ ასე აქტიურად ევროკავშირში არსებულ კრიზისზე და იმაზე რომ ქვეყნის ერების სუვერენიტეტის გაზიარება არის ახალმნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი საუბრობს იმაზე, რაც არის რეალობა და ასაც ემალება დღემდე ევროკავშირის ბიუროკრატიის ნაწილი. ერთი ნაწილი უშუალოდ ჩართული არის და არის შემოქმედი ამ კრიზისისა, რომელშიც მათ შეიყვანეს ევროკავშირი. კერძოდ იმისა, რომ ევროკავშირი მშვიდობის პროექტი აქციეს ზეწოლის მავნე პოლიტიკური დღის წესრიგის გატარების არასებული იდეოლოგიების და გამოგონილი იდეოლოგიების თავსმოხვევის ინსტრუმენტად. დღევანდელი ევროკავშირი, დღევანდელი ბრიუსელის ხელში აცდენილია ყველაფრისგან, რაც კი შეიძლება ევროპასთან დავაკავშიროთ. ევროპულ კავშირში დღეს მხოლოდ სახელადღა არის დარჩენილი ევროპა და სხვა მხრივ ღირებულებებით, ფილოსოფიით, მიზნებით, საომავლო ხედვით მასში აღარაფერი სულ უფრო ცოტა რჩება ევროპული დღევანდელი ბრიუსელის ხელში და ამაზე საუბრობს უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატები სახელმწიფო, რომელმაც ევროპა და მათ შორის ევროკავშირი იმ სახით უზრუნველყო, რომლითაც ის შეიქმნა როგორც გაერთიანება მშვიდობისთვის და ღირებულებებზე და ხედავს ახლა ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ხელიდან წავიდა დღევანდელი ბიუროკრატიის ხელში ევროკავშირი მისი ღირებულებითი თუ სხვა მონაცემებიდან გამომდინარე. ამისავე ჩვენ ეს გვესმის ევროკავშირის შიგნიდან სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ხედავთ ჩვენ გერმანიაში, საფრანგეთში, სხვა ქვეყნებში სულ უფრო ხმამაღალი ხდება ხალხი ამ ბრიუსელის ბიუროკრატიისგან თავსმოხვეული და არარჩეული ბიუროკრატიისგან, რაც მთავარია, თავსმოხვეული პოლიტიკის წინააღმდეგ და ის რასაც ჩვენ საუბრობდით რამდენიმე წლის წინ, დღეს კიდევ ერთხელ აი უკვე მე რამდენად დასტურდება რომ თავის დროზე რასაც ვამბობდით ეს ყველაფერი იყოს სიმართლე. შესწავლელი დროებითი კომისიის ხდომა სამფერმაცია ხდომის შემდეგ უკვე სხვადასხვა სამფერმაცია კომპანიების წარმომადგენლებს ვუყურებთ თუ როგორ იგულებს პარლამენტის როლს ამ პრობლემის გადაჭრაში და მნიშვნელოვანია რომ აქ დაიწყოს მუშაობა საკითხზე. პარლამენტს აქვს განსხვავებით სამთავრობო კომისიის მუშაობისგან აქვს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ ეს იყოს საჯარო ჩვენს მოსახლეობასთან ერთად განხილვის საკითხი და ყველამ ერთად მოვისმინოთ და ვიყოთ მონაწილე ამ პროცესის, როგორც პარლამენტი, ისე ბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა რგოლისა, რომელიც ჩართული არის იქნება ეს პროდუქტები, საწვავი თუ მედიკამენტები ამ პროცესში, ვინც არიან ჩართული, მათთან ერთად განვიხილოთ. როგორ წარმოიშვა ფასები, სად არსებობს გამოწვევები პრაქტიკის მხრივ, კანონმდებლობის მხრივ, მენეჯმენტის მხრივ, ნებისმიერი საკითხი ყველა ერთად მოვისმენთ და ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ რა გზით მოვახერხოთ ჩვენ შემდეგ ის რომ საქართველოში ფასები იყოს ადეკვატური იმ მხრივ რომ ბიზნესმაც ნახოს თავისი მოგება, მაგრამ ამავე დროს გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და არ გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტები იმისთვის, რომ
ზემოგებებზე იყოს ორიენტირებული სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე. რაკმაზე თუ არ ქონდათ ეს სოციალური პასუხისმგებლობა, მომავალში რა გავუჩენთ? იქნება წინაპირობა ეს პროცესი იმის, რომ მართლაც იბრძნენ, რომ ერთის მხრივ მათ უნდათ მეტი დოვლატი და მოგება, მაგრამ ამით ადამიანებს ზიანი არ უნდა მიაყენონ. სახელმწიფოს ფუნქციაც სწორედ ეს არის, ჩვენ რა თქმა უნდა გვესმის ულტრალიბერალებისგან, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ სიამოვნებაში ასე არ არის. ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და პირიქით თავისუფალ ბაზარს აქვს თავისი ხარვეზები და სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორების ფუნქცია აქვს სახელმწიფოს, სადაც ხედავთ ჩვენ, რომ თავისუფალი ბაზრის გამოყენებით ხდება სხვადასხვა შეიძლება კარტელური ხასიათის გარიგება იყოს, მონოპოლიების წარმოშობა იყოს, ესეც თავისუფალ ბაზარში ხდება ხოლმე და სახელმწიფო სჭირდება ამას, რომ ეს ხარვეზები შეასწოროს, გამოავლინოს და შესაბამისად გამოავლინოს და შეასწოროს. ასე რომ ამაში არის ჩვენი ამოცანა, იქნება ძალიან კიდევ ერთხელ ინტენსიური მუშაობა, ყველაფერი იქნება საჯარო, ჩართულები იქნებიან როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ისე საექსპერტო მოსაზრებებსაც მოვისმენთ და ყველა ერთად ჩვენს მოსახლეობასთან ერთად მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას რა გზით ვიმოქმედოთ. უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით გითხრათ, როგორც ხედავთ ამ გადაწყვეტილების შეცვლილი, ტექნიკური უნივერსიტეტი დარჩება, ორმხრივი გადაწყვეტილება იყო, თქვენ ეს ამბობთ, მაგრამ თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არის უკან დახევა. რა იქნება მომავალში, რას იკეთებს მეკას ტექნიკური უნივერსიტეტის შენარჩუნება და კრიტიკასაც რომ უპასუხოთ, რომ ჩქარობთ და შემდეგ უკან იქნება. უპირველეს ყოვლისა, უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია არის გააზრებული ფუნდამენტური რეფორმის გეგმა და ხაზი მინდა გაუსვა, რომ ეს იქნება ისტორიული რეფორმა განათლებისა, მისი შედარება ალბათ შეიძლება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თავის დროზე დაარსების პერიოდთან, როდესაც საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემა იქმნებოდა, ასე ვთქვათ, პირველად იქმნებოდა. ასეთი ხასიათის შედეგი ექნება უმაღლესი განათლების ხარისხის, მისი ინსტიტუციური მოწყობის, ინფრასტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით ამ რეფორმას. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ მთავრობა კონცენტრირებული არის მთავარ მიზნებზე და ამოცანებზე ამ რეფორმის. მისი მთავარი ფუნდამენტური კონცეპტუალური რეფორმის კონცეპტუალური ერთ-ერთი ამოცანა კი არის პრინციპი ერთი ქალაქი, ერთი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტი და ამ პრინციპს მიყვება. რა თქმა უნდა, ამ მხრივ შეიძლება იყოს სხვადასხვა ახსულების ინსტრუმენტები, ერთ-ერთი ინსტრუმენტზე, რაზეც განათლების სამინისტრო ფიქრობდა, ეს იყო მათ შორის ერთი დიდი თესეუს უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებით ერთი დიდი უნივერსიტეტის შექმნა, ის როგორც ეს თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა შექმნა, როგორც ერთი დიდი უნივერსიტეტი არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ რეგიონის მასშტაბით. თუმცა ეს იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ გზა, ინსტრუმენტი მთავარი მიზნის მისაღწევად იყოს ერთი ქალაქი, განხორციელდეს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი. თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ პრემიერს და განათლების მინისტრს ჰქონდა ძალიან ნაყოფიერი განხილვა ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, ზოგადად ამ დღეებში მიდიოდა განხილვა. მთავარია, რომ ყველა შეჯერდა, რომ ყველა მხარს უჭერს და ერთიანდება ამ კონცეფციის გარშემო, რომლის ერთ-ერთი მიმართულება არის ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის დანერგვა და ჩვენთვის მთავარი სწორედ ეს არის, რომ ამ მხრივ არის აბსოლუტური ერთიანობა, თანხმობა და გააზრება, მნიშვნელოვანი არის ეს მიდგომა. რაც შეეხება ამ მიდგომის განხორციელების გზას, აქ რა თქმა უნდა, ეს თავის დროზეც განაცხადა განათლების მინისტრმა, რომ აქ ეს არ იყო პრინციპული საკითხი, რომ გაერთიანება მოხდარიყო, ეს იყო ერთ-ერთი გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა. თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენთვის მთავარი არის, რომ მთავრობა მისდევს კონცეფციას, კონცეფციის მიზანი, ერთ-ერთი ასე ვთქვათ, მიზანი კი არის სწორედ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის დამკვიდრებას და დღეს ამ მიზნის გარშემო არის როგორც მთავრობა, ისე აკადემიური პერსონალი და სტუდენტები გაერთიანებული. გარიგებებზე არის რეჯვი, ამ დრომდე პარლამენტს რატომ არ ჰქონდათ რეაგირება ამ ყველაფერზე და რატომ მიეცა ვიზდეს უფლება დიდ მოგებაზე ხალხის ხარჯზე პარლამენტი რატომ რეაგირებდა ამ დრომდე თუ გარიგებებთან?
ჩვენ არ ვიცით რა პროცესები არის, ამიტომაც არის კომისია შექმნილი, ეს ყველაფერი შეისწავლოს, რაც ვიცით ჩვენ რომ არის საშუალო ფასნამატი 86%, რაც ასე ვთქვათ შრალი შედარებით სხვა ქვეყნებთან არის ჭარბი ჩვენი აზრით და ამიტომ გვაინტერესებს დეტალებში ჩავიხედოთ როგორ წარმოიშობა ეს ფასნამატი და ის გვაჩვენებს შემდეგ აქ არის რაიმე ობიექტური, სუბიექტური მიზეზები, რა მოვლენებთან გვაქვს საქმე და ამის შედეგად მივიღეთ მონაწილეობას. საერთოდ გადაწყვეტილებას თუ როგორ ვიმოქმედოთ. თუ იქნება რაიმე საკანონმდებლო რეგულაცია საჭირო, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამას გააკეთებს, თუ იქნება პრაქტიკაში რაღაცა შესაძლებელი, ამას მთავრობა გააკეთებს, თუ იქნება მეტი სოციალური პასუხისმგებლობა გამოსაჩენი, ამას ბიზნესი გააკეთებს. იმედი გვაქვს. რაც შეეხება პარლამენტის აქამდე საქმიანობას, ჩვენი საქმიანობა სწორედ საკანონმდებლო ბაზის შექმნა არის, მათ შორის კონკურენციის სააგენტოსი, რა თქმა უნდა, ჩვენ კონკურენციის სააგენტოს აზრისაც მოვისმენთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. მტკიცებულებები უფრო ეჭვი აქამდე არ გქონიათ, მაგრამ ფასები ვიზრდებოდა, ეს ხო ყველამ კარგად იცოდით აქამდე და რა ვიცი, არავინ არ დაფიქრებულ ხართ, რა ხდება და ამ ფასნამატი რატომ არის პარლამენტი აქამდე ნებისმიერი დროში განსაზღვრული მომენტისთვის არსებობს ასევე აქამდე მომენტი, ასე რომ ეს ერთი წლის წინაც რომ ყოფილიყო თქვენი ტყოდით აქამდე, ან ნახევარი წლის წინაც აქამდე და 2 თვის შემდეგ რომ ყოფილიყო იტყოდით აქამდე. მთავარი არის რომ პრემიერის ინიციატივა გახდათ ეს და პრემიერმა ძალიან ხედავთ თქვენ და მათ შორის დარწმუნებული ვარ საზოგადოებაც ხედავს მისი დებატებში მონაწილეობები თუ რამდენად დეტალურად არის ის გაცნობილი ამ საკითხს და რამდენად დეტალურად სწავლობს მთლიანად ფასწარმოქმნის ჯაჭვს და არა მხოლოდ საქართველოს კუთხით და გამოცდილებას უყურებს, არამედ ქვეყნის გარეთ არსებულ გამოცდილებას, ასე რომ თავარი ეს არის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლიდერობით ეს თემა იცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მთავრობისთვისაც და პარლამენტისთვისაც. შეიძლება როგორც გავიცემდა ინფორმაცია, მამაკაც მინარაძე მოხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინარაძის ვიზიტის შემდეგ რა იმედი გაქვთ, მოუხსნიან თუ არა სანქციებს ბიძინა ივანიშვილს? ჩვენ ვამბობთ კიდევაც რომ საქმიანი ურთიერთობა სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის გრძელდება, ასე რომ თქვენ ნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაც ეს იყო რა თქმა უნდა საკითხი რომელიც უსაფრთხოების ნაწილში თანამშრომლობას ეხება და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის იმ გამოწვევების ფონზე რომელიც დღეს გლობალურად არსებობს და იმ პოლიტიკის ფონზე რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ატარებს რომ შეამციროს კონფლიქტები და უზრუნველყოს მშვიდობიანი განვითარება ამ მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა ასე რომ ჩვენ საქმიანი და სამსახურებრივი ურთიერთობები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. იყო თუ არა საუბარი მათ შორის და გაქვთ თუ არა მოლოდინი რომ ამ ვიზიტის შემდეგ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის სანქციები მოეწოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში მოცემული არის რა იყო ვიზიტის მიზანი, საფუძველი და რა იყო შინაარსი, ასე რომ მეც ვერ ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას იმისთვის რომ განსაკუთრებით ჩვენ რეგიონის გამოწვევების გათვალისწინებით უზრუნველყოფილი იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების განხორციელება უსაფრთხოების თვალსაზრისით. მე მოგახსენეთ უკვე რა იყო ამ ვიზიტის მიზანი და თემატიკასთან დაკავშირებითაც უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში არის მოტანილი. ერთად ეკითხოთ თუ შეიძლება. ანუ ხო, ვიცით რა დავუშვათ, ამერიკის პირად მოწვევა თუ ჩვენ ქართული ფარის ინიციატივით შეერგა ეს ვიზიტი ამასთან დაკავშირებით ხომ აკეთებთ? ზოგადად ვიზიტი ასე არის, რომ მასპინძელი გიწევს, როგორც კერძო ურთიერთობებში არის, ასევე არის სახელმწიფო შორის ურთიერთობაში, რომ მასპინძელი იწვევს ხოლმე სტუმარს. ერთი კითხვაც მინდა დავისვათ და საქმე ეხება საბოტაჟის საქმეზე პოლიტიკოსების სასამართლო პროცესებს. მე მინდა გითხრათ, აი ეს პოლიტიკოსები რომ ყოფილიყვნენ და რატომ აკავშირებთ ამ პოლიტიკოსებს იმასთან, რომ დასავლეთმა ქართულოცნება სანქციები დაუწესა. ოპოზიცია როგორ შეიძლება ყოფილიყო სანქციების მიზეზი, რა შეიძლება ამ ეს პროკურატურის საკითხი არის თუ რა კონკრეტული მტკიცებულებები აქვს ბრალისთვის და ასე შემდეგ პოლიტიკურ შეფასებას რაც შეეხება ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდებოდა
ამ პოლიტიკოსების საქციელი, რომელიც თავისუფლად შეიძლება შეფასდეს როგორც ღალატი პოლიტიკური მნიშვნელობით, როგორ შეფასდება ეს სისხლის სამართლებრივი მნიშვნელობით, ეს უკვე პროკურატურის და სასამართლოს საკითხია და მართლმსაჯულების სისტემის საკითხია, თუმცა მე მგონი მოსახლეობამ ეს უკვე შეაფასა ცალსახად როგორც ქვეყნის ღალატი. Ოდესაც ცდილობ, რომ გამოიწვიო ხან ბომბების წვიმა, ხან სანქციების წვიმა, ხან განცხადებების წვიმა და ასე შემდეგ. Ოდესაც შენ ქვეყანას ებრძვი, რა თქმა უნდა, შენ ხარ ამ ქვეყნის მოწინააღმდეგე და მტრული პოლიტიკის გამტარებელი, ასე რომ პოლიტიკური სასჯელი მათ უკვე მიღებული აქვთ, რაც ასევე არჩევნებზე გამოიხატა, რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პროცესს, ამას მართლმსაჯულება განსჯეს. მე მაინტერესებს საკუთარ დაუშვათ საკუთარ თავს რატომ ვეხედავთ, თუ შეიძლებოდა თქვენი პოლიტიკა გამხდარ იყო სანქციების მიზეზი და არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. როგორ შეიძლებოდა, რომ ოპოზიცია გამხდარ იყო მხოლოდ მიზეზი და თქვენი ქმედებები არაფერ შუაში არ ყოფილიყო ამ სანქციებთან. ეს თქვენს დანაშაულს ან თქვენს როლს ვეხედავთ ამ სანქციების დაგისრებაში, ოპოზიციამ განაპირობა, რომ ეს სანქციები დაწესებულა. ვინ რა განაპირობა, რა მნიშვნელობა უსამართლობას, ვინ განაპირობებს უსამართლობა თავისი არსით, მაგრამ როდესაც ვაფასებ ჩვენ ქართველი უსამშობლოების მოქმედებას პოლიტიკურ ჭრილში, კიდევ ერთხელ ხა ეს როდესაც ჩვენ ეს ისტორიაში ნანახი ვარ, როდესაც ქართველი გარბის სხვაგან და ხან ჩვენ ისტორიის განმავლობაში სხვა დედაქალაქებში დარბოდნენ სხვადასხვა გეოგრაფიული მიმართულებით, ხან აღმოსავლეთში, ხან ჩრდილოეთში, ხან სამხრეთში და ხან დასავლეთში, იმისთვის რომ შეკრა იქ რაზმი, დააყენო შენი ქვეყნის ხელისუფლებას, გადააგდო ხელისუფლება, ძირი გამოუთხარ ამ ყველაფერს, ამას ისტორიულს ნებისმიერ მონაკვეთში ჩვენი 3000 წლოვანი სახელმწიფოებრივი გამოცდილებისა ნებისმიერ მომენტში ამას ერთხვა ღალატი. ყოველთვის ეს იყო ღალატი. და ეს ხალხი, ვინც ამას ჩადიოდა, ბაღვაშები, ლიპარიტები, ორჯონიკიძეები და სხვები, ვინც ამას ჩადიოდა, ყველას საზოგადოებამ გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი და დაუძახა მოღალატე. ასე რომ ეს არის, ამას უნდა შეეგუენ, როდესაც გარბი ხარ სხვაგან, იმისთვის რომ სხვა გამოიყენო, უცხო გამოიყენო შენის წინააღმდეგ, უცხოს გამომყენებელი საკუთარის წინააღმდეგ, უცხოს გამომყენებელი საკუთარის წინააღმდეგ, ქვია მოღალატე. და ეს გზა აირჩიეს და პოლიტიკურად ესე შეფასებულია. სისხლის სამართლებრივ განზომილებას რაც შეეხება, ამას მართლმსაჯულება დაადგეს. და ერთზე, თქვენ ფაქტობრივად ამ სასამართლო პროცესებით აღიარებთ, რომ სანქციები ქვეყნის პრობლემა არის. ყოველთვის ამბობთ, რომ აი ამ სანქციებს ჩალის ფასი აქვს და ბოლოს უკვე ის ჩალის ფასი აღარ აქვს. ესე იგი ქონია რაღაც ფასი თქვენთვის სანქციებს იმდენად, რომ ოპონენტების დაყალბასაც გიაპირებთ და სასამართლო პროცესები ჩვენ არაფერს არ ვაპირებთ ამას მართლმსაჯულების სისტემა წვეთს, ვის რა ბრალი წაუყენოს და რა პროცესი იყოს, რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, რა თქმა უნდა, ჩვენს მნიშვნელოვანია, რომ მოღალატეებს დაერქვას მოღალატეები და პოლიტიკაში მოღალატეები არ იყვნენ. ეს ზოგადად ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ისტორიულადაც, რომ მოღალატეები პოლიტიკაში არ იყვნენ. სანქციები თქვენთვის როგორც ჩანს მნიშვნელოვანი იყო და პრობლემა იყო გადამშავა. ადასტურებთ ფაქტობრივად ოპონენტების აი ამ სასამართლო პროცესებით დახვდება, რომ მაინც და მაინც ჩალისფასი არ ქონია ამ სანქციებს თქვენი თვის და ვერ შეიარყიდეთ ამ სანქციების და ხალხის დაშას აპირებთ, რომ აი მეორე და დაბედოთ, რომ რაღაცა თქვენი ქმედებების და პროტესტის გამო ჩვენ ვინმე სანქციები დაგვიწესოს. ამას აჩვენებთ ეხლა საზოგადოებას? არა, სანქციებს რა თქმა უნდა მნიშვნელობა ქონია იმისთვის, რომ გაგვერკვია ვინ არის ჩვენი მეგობარი და ვინ არის ჩვენი არამეგობარი. ამ მხრივ ეს იყო დიდი ლუსტრაციის პროცესი, ჩვენ ვიხილეთ და ძალიან კარგად გამოჩნდა. აი ნახეთ ბალტიის ქვეყნების ქცევა ქართული ხალხის მიმართ როგორი იყო. ეს ხომ ის დასკვნებია, რომელიც ქართულმა ხალხმა გააკეთა, მაგალითად ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებებთან დაკავშირებით, რომელსაც რა თქმა უნდა წლები დასჭირდება და ბევრი ხელისუფლების შეცვლა ბალტიის ქვეყნებში, რომ მათ ქართველების გული კიდევ ერთხელ მოიგონ. სამწუხაროდ ის დანა, რომელიც ზურგში ჩაგვარტყეს ზოგიერთმა ხელისუფლებებმა, ეს რა თქმა უნდა ჩვენ გვემახსოვრება და ქართულ ხალხს ძალიან კარგად დაემახსოვრება, როგორ მოიქცნენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ყველანაირად ვემეგობრეთ, ყველანაირი ძმობა, პარტნიორობა, გვერდში დგომა ვაჩვენეთ და აი წვრილმან
სააკაშვილებში გაგცვალეს და ესეთ წვრილმან პოლიტიკურ ინტრიგებში გაგცვალეს ხალხმა, რომელიც ჩვენთან ერთად ერთ სახელმწიფოში იყო საბჭოთა კავშირში, კიდევ უფრო მეტი ზიანის მოყენება განიზრახეს, ვიდრე სხვებმა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამ ხრივ აი ამ ასე ვთქვათ, ნონგრატებ არასასრულ პირებად აღიარება, სანქციებს ასე შემდეგ, ქონდა მნიშვნელოვანი ლუსტრაციის ეფექტი ქართველი ხალხისთვის და ამას კარგად ხედავთ. მათ შორის ხედავთ ბრიუსელი თურმე სწორედ მათმა ამ ქცევამ დაანახა ქართულ საზოგადოებას, რომ არანაირი კავშირი ბრიუსელსა და ღირებულებებს შორის არ არსებობს ესაჩოლებული პოლიტიკური დღისწესრიგის გამტარებელი ინსტიტუცია. შეიძლება ბატონო შავა და ეს ადამიანები გაუშვან სასამართლო მიიღოს გადაწყვეტილება ციხეში გაშვების, ხო? აი რა შეიძლება ამის შემდეგ? ბრიუსელი აზრს შეიცვლის თქვენთან დაკავშირებით, თუ შეიძლება ვერიგით უფრო მეტი სანქცია წამოვიდეს თქვენი მიმართულებით, თუ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალოთ, რასაც აპირებთ და თუ ციხეში წავლენ ეს ადამიანები. რა შეცვლით? პირიქით ხომ არ გაართულებთ თქვენს მდგომარეობას, ისედაც დამძიმებულს, რაც სანქციებში არის? ზოგიერთ მე რო უყურებ ბრიუსელში და ზოგიერთ დედაქალაქში, სანქციები კი არა, მათინება რო იყოს, ტანკსაც შემოიყვანდა აქ დემოკრატიის დასამყარებლად. საშუალებები არ აქვს თორე ჭკუა, ზოგიერთს არ მოეკითხება ამ ხრივ და ვატყობ ჩვენ ამის გამკეთებლებიც კი არიან ზოგიერთები. ასე რომ ჩვენ კიდევ ერთხელ რაც შეეხება მართლმსაჯულების მიმართულებას, ეს არის ბრალდების და მართლმსაჯულების სისტემის საკითხი, აქ მნიშვნელოვანი არის იმ ხრივ რომ ახსულდეს მართლმსაჯულება, ერთი, მეორე ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური შეფასება, რაც უკვე გაკეთებულია არჩევნებზე, რომ ეს ადამიანები ჩადიოდნენ ღალატს ქვეყნის წინააღმდეგ, ისინი ვინც ბომბების წვიმას ითხოვდნენ და აგერ თებერვალი მოდის ახლა და რა თქმა უნდა ჩვენ გავიხსენებთ რა ხდებოდა 2022 წლის თებერვალ-მარტში. ამ ყველაფერს გავიხსენებთ წუთობრივად, საათობრივად კპირდებით ამას. ყველას გავახსენებთ, ყველა სიტყვას, როგორ გვითხრებდნენ ომში შინაურები თუ გარეულნები, რას გვეუბნებოდნენ, როგორ ატარებდნენ პარლამენტის წინ გახსოვთ თქვენ აქციებს იმ მოთხოვნით, რომ გაგვეგზავნა მეომრები, საომრად გაგვეგზავნა ქართველები უკრაინაში, აი ეს ხალხი, ვინც უცხოეთიდან ფინანსდებოდა დღეს რომ იმას ქართულ საზოგადოებას ეძახის შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იმ ხალხს ეძახის და იმ ხალხს აძლევს ჯილდოებს, რომლებიც ქვეყანას ვიღაცეების დავალებით ომში ითრევდა. ასე რომ განაჩენი მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი. ციხეში გაშვების შემდეგ, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შემდეგ, არაღიარების გარდა ბევრი რამე მოხდა ბოლო პერიოდში, ბევრი კანონი იქნებოდა თუ პოლიტიკური ნაბიჯი რაც გადადგინდა. თქვენ რა განაჩენს ელოდებით მათგან? ვისკო გულისხმობ სანქციებს, გულისხმობ განკაცრებულ პოლიტიკას. კიდევ ერთხელ ჩვენ ვნახეთ რამდენიმე წლიანი განუწყვეტელი თავდასხმა ქართულ ხალხზე იმისთვის, რომ საქართველოში დაესვათ მარიონეტული რეჟიმი. ეს თავდასხმა მოიცავდა როგორც ეკონომიკურ თავდასხმას, პოლიტიკურ თავდასხმას, უსაფრთხოების სისტემებზე თავდასხმას. ეს ყველაფერი ორკესტრირებული იყო გარედან, სამწუხაროდ ევროპის შუაგულიდან იყო ორკესტრირებული, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური, ისე უსაფრთხოების მიმართულებით თავდასხმები ქართული ხალხის წინააღმდეგ. შედეგი რა არის? საქართველო არის ლიდერი ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებით, საქართველო არის ლიდერი მართლობითი ინსტიტუციების სიძლიერის მიმართულებით, აი გუშინ გამოქვეყნდა კიდევ ერთი ინდექსი, სადაც აჩვენებს, რომ იმდენად თურმე უკან ვიხევთ, რო კითხო ბრიუსელს, იმდენად უკან ვიხევთ, რომ ევროკავშირის 7 ქვეყანას უსწრებთ. არ ვიცი ეს როგორი უკან დახევარო, თან წინ უსწრებთ ევროკავშირის 7 ქვეყანას, ნატოს 10 ქვეყანას და თქვენ წარმოედგინეთ ყველა მოლაპარაკება გახსნილ კანდიდატ ქვეყანას თურმე უსწრებთ ყველაფერში. ასე რომ ეს ხო კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ფარსთან, ღირებულებებისგან აცდენასთან და ჩვენთვის კიდევ ერთხელ ამ პროცესს მოაქვს მხოლოდ დადებითი იმ ხრივ, რომ ვერ გვაზიანებს ვერც ერთი მიმართულებით, გვაძლიერებს ყველა მიმართულებით და საზოგადოებისთვის ეს არის უნიკალური ლუსტრაციის პროცესი იმ ყალბი ღირებულებების მატარებელი ევროპული პოლიტიკური ელიტისა, რომელსაც წარმოგვიდგენდნენ როგორც ქურუმებს და გურუებს დემოკრატიისა და აღმოჩნდა, რომ ყველას ბევრს თურმე ბილეთი ჰქონია ეპშტაინის კუნძულისკენ მიმავალი. ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებით
ნაწილი მაინტერესებს, როდესაც ჰელსინკის კომისიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი რაც საუბრობს, რომ მოქმედი ხელმძღვანელობა და პირები არიან კორუფციაში ბრალდებულები და ამის არაერთი დამადასტურებელი მტკიცებულება აქვს და ამ მტკიცებულებებს გაუგზავნის მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციას. რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სწორედ კორუფციაზე ამახვილებს ყურადღებას და სხვადასხვა ბრალდებულებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის და საბედნიეროდ ამერიკული სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ იქნას გვარი კორუფცია, მათ შორის პოლიტიკური კორუფცია ხილებული იყოს, ვინაიდან მათ აქვთ ფარას რეესტრი და ევროპელებს ეს არ აქვთ, ამიტომ ვერ აღმოვაჩენთ ხოლმე და ამერიკაში ხშირად მიგვიგნია, რომ მაგალითად ჯო ვილსონი აღმოჩნდა ერთ-ერთ ასეთ ანგარიში, როდესაც ფულით ხდებოდა რაღაც პოლიტიკური საკითხების პედალირება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამით აღმოაჩინეთ, რომ თურმე ევროპარლამენტის რეზოლუციები იწერებოდა ამერიკაში ზოგიერთი პოლიტიკური ლობისტის მიერ და შემდეგ ამას უბრალოდ ხელს უწევდნენ ევროპარლამენტში. ასე რომ ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკული სისტემა შეძლებს ამ ყველაფრის ხირებას, რაც შეეხება პოლიტიკურ კორუფციას, ამას ჩვენ დიდი ხანია ვატყობთ, რომ როდესაც ჰელსინკის კომისიას საქართველოსთან დაკავშირებით მოწმედ იძახებს ადამიანს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს უწოდებს სექსუალურ მოძალადეს, აქ გასაგებია, რომ მათ ვინმეს დამაჯერებლობა კი არ აინტერესებთ, აინტერესებთ ის ანგაჟირება, რომელიც ამ ქალბატონს გააჩნია საქართველოსთან დაკავშირებით, არ ვიცი მასაც რა აწყენინეს თავის დროზე, როდესაც NDI-ის ხელმძღვანელობა და საქართველოში ფაქტია, რომ გადამტერებული არის ქართველ ხალხს და არ უშვებს მომენტს, რომ რაიმე მტრული აქტი არ განახორციელოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. არ ვიცი, ალბათ რაღაცა აწყენინეს ქართველებმა თავის დროზე, როდესაც აქ იყო. ერთი კითხვაც მინდა დავისვათ, უკვე რამდენი დღე გავიდა, წინა კვირას საანონსებს თქვენ არაღიარების პოლიტიკა, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებასთან დაკავშირებით კონკრეტული ინიციატივა და იდეა თქვენი ეს ნორმა უკვე არსებობს, ჯერ ვერ დაწერეთ მოალწება. მეორე მოსმენა გაიმართება მომავალ კვირას, პირველი მოსმენით თავად პრინციპი იქნა მიღებული პარლამენტის მხრიდან, რაც შეეხება კონკრეტულ ფორმულირებას, ის უკვე მეორე მოსმენის საკითხი არის და მომავალ კვირას იქნება მეორე მოსმენა, სადაც ეს მუხლი იქნება განხილული და მიღებული. ჩვენი პრინციპული თანხმობა პარლამენტმა პირველი მოსმენით განაცხადა. კიდევ ერთხელ ის, ვინც არ აღიარებს სახელმწიფოს, ის, ვინც არ აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგს, მათი ადგილი პოლიტიკურ ლანდშაფტში არ არის. დემოკრატიის მტრები არ უნდა სარგებლობდნენ დემოკრატიის პრივილეგიებით. ადამიანი წამოთვალა ციკლში ამ კანონის მიღების შემდეგ. სულ ამ ხომეროს ადამიანებს არ ეხებაო და მაშინ რას ეხება ეს არ არის კანონი ვინმეს წინააღმდეგ, ეს არის კანონი საქართველოს როგორც სახელმწიფოს, როგორც კონსტიტუციური წესრიგის მქონე ქვეყნის დამცავი ნორმა, რომელსაც უნდა დაიცვას ქართული დემოკრატია იმ ჩარევის მცდელობებისგან, რომელიც ყველა გარედან არის ორკესტრირებული. გახსოვთ თქვენ, ესე იგი, რამდენიმე საათიც კი არ იყო გასული ამ პირველი მოსმენით მიღებისა, თუ ყოველ შემთხვევაში ინიცირების ამ საკითხის, როდესაც რომ ვთქვათ, აი ლეგიტიმაციის საკითხის შემდეგ რომ გამოდგა ესტონეთის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტის და პირდაპირ არალეგიტიმურები და ასე ვთქვათ, ისინი გვიწოდა. რითაც აჩვენა პირდაპირ საიდან მოდის, ვინ აქეზებს ზოგიერთ ჩვენს უსამშობლო ქართველს, რომ გააუქმოს ჩვენი სახელმწიფო, თქვას რომ არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, არ არსებობს კანონი, არაფერი არ არსებობს და როდესაც არ არსებობს არც სახელმწიფო, არც კანონი, რა თქმა უნდა, ამას მერე ზედუმატებენ იმ ზიზღის პროპაგანდას, რომელიც დღეს ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში ხდება, ეს ამ ყველაფერს მოაქვს შემდეგ 4 ოქტომბერი, როდესაც პრეზიდენტის სასახლეს კი აღარ ხედავდნენ ის ადამიანები, ვინც უთხრენ, არამედ ხედავდნენ ღობეს, რაღაც შენობას და ამიტომაც ეძახით თქვენ ღობის საქმეს, რომ ამითი დააკნინოთ სახელმწიფო ინსტიტუტები, გააუქმოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და გააუქმოთ ამით საქართველოს სახელმწიფო. ისაც ჩვენ სისხლით მოვიპოვეთ 3 ათეული წლის წინ, დღეს არის მცდელობა, რომ ამდენიმე უცხოელი საშუალო დონის პოლიტიკოსის დაკვეთით და ორკესტრირებით ადგილობრივმა უსამშობლოებმა გააუქმოს. სინამდვილეში ამით უნდა გააუქმონ ჩვენი სახელმწიფო, როგორც ასეთი. ამას აუქმებენ საკუთარი აი ამ პროპაგანდით და ამგვარი პოლიტიკით.
ნებისმიერი კანონის მიზანი არის არა ის რომ ვინმე წავიდეს ციხეში, არამედ მიზანი არის პრევენცია და დაცვა. დაიცვას უნდა სიკეთე სამართლებრივი, რომელიც არის ჩვენი სახელმწიფო და აქ ან თანხმდებით იმაზე, ჩვენ სახელმწიფოს მის კონსტიტუციურ წესრიგს ვიცავთ, ან ისინი ვინც ეწინააღმდეგებიან ჩვენ სახელმწიფოს არსებობას, ჩვენ სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგის არსებობას, მათთვის რა თქმა უნდა ეს არის გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ სახელმწიფო ვერ იქნება ლოიალ, ტოლერანტული ან იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც ცდილობენ გააუქმონ სახელმწიფო, ასე რომ კიდევ ერთხელ ნორმის მიზანი არ არის ვინმეს დასჯა, ნორმის მიზანი არის დაცვა კონკრეტული სამართლებრივი სიკეთის. ერთი ადამიანი, რომელიც ყოველდღე აქციაზე დგას, რომელიც არ აღიარებს პარლამენტს, აღიარებს ხელმძღვანელობას, პრემიერ-მინისტრს და ასე შემდეგ. ამ ადამიანს ამ კანონის მიხედვით რა ერის? არ აღიარებს არ თქვენს ლეგიტიმაციას. მოგეთ ეს არ ეხება, რა თქმა უნდა, არ ეხება რაც ექსცენტრიულ ქცევებს, პერფორმანსებს და ასე შემდეგ. არიან მათ შორის სახელმწიფო ადამიანები, რომლებსაც ვიღაცა შეიძლება თავის თავს მეფეს ეძახის, არ ვიცი, ან სხვა სახით მოიხსენიებს. ეს საუბარი არის იმაზე, რომ როდესაც ეს ხდება პოლიტიკური იდეოლოგიის ნაწილი, როდესაც ხდება ამ იდეოლოგიის დამკვიდრება, ეს სწორედ ეს არის ის რისგანაც უნდა დავიცვათ ჩვენ ქართული დემოკრატია, როდესაც ხდება ამისი სისტემური დამკვიდრება, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია, რომ საქართველოს სახელმწიფო არ არსებობს, მისი ინსტიტუტები არ არსებობს, მისი კანონები არ არსებობს და მოქმედებენ ვაკუუმში. ასე რომ კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს გაუქმების მიმართ ვერ ვიქნებით მომთმენი. მადლობა.